ექიმების დაუდევრობა შეწირული 2 წლის ნიკოლოზი. საკეისრო კვეთის დროს ბავშვს მენჯისვალი დაუსიანეს, ასევე წვივის ზვალი მოსწყდა. ექიმები ბავშვის დედას ამ ამბავს უმალავდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ თაბაშირის დროულად დადების შემთხვევაში დაზიანების თავიდან აცილება შეიძლებოდა. ახლა კი ბავშვს თეძოს სერიოზული პრობლემები აქვს. მარცხენა ფეხი მარჯვენაზე 8 სანტიმეტრით მოკლეა. ასევე კისრის პრობლემა აქვს, თავს მარცხნივ ხრის და სწორად გომას ვერ ახერხებს. ეს ყოველივე კი საკეისრო კვეთის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად. ეს კი ნიკოლოზის დაიგო, 7 თვის ბარბარია. შეხედეთ, ნამდვილი ანგელოზია. ბავშვს არც თბილი სამოსი აქვს. არც პამპერსები. საბრალო დედამ ზოგჯერ ისიც კი არ იცის ბავშვებს რა აჭამოს. ავადმყოფი მშიერი ნიკოლოზი მაცივარს აღებს, რომ იქნებ რაიმე საჭმელი ნახოს, მაგრამ მაცივარი ცარიელი დახვდა. ჩვენ ვართ ოზურგეთიდან, სოფელი მაკვანეთი, ბავშვი რეაბილიტაციის ცენტრში რომ ეტარებინა, ერთ-ერთმა ადამიანმა ურეკში, არიელ სურმანიძემ, ნიკოლოზი შეიფარა მის კოტეჯში, უსასყიდოდ. თავარი ბრძოლა ეხლა იწყება ნიკოლოზისთვის, ნიკოლოზმა ფეხზე რო გაიაროს, მინდა თქვენი გვერდში დგომა, მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ნიკოლოზისთვის გვჭირდება მთლიანი ტომოგრაფიის გადაღება, რაც ანუ არ გვიფინანსდება. ამასთან ერთად ნიკოლოზმა ფეხზე რო გაიაროს, სჭირდება ცურვაზე სიარულის საშუალებაც ჩვენ არ გაგვაჩნია. ურეკის რეაბილიტაციის ცენტრში ძალღონ ესარიშურებენ პატარა ნიკოლოზისთვის. საბედნიეროდ პროგრესი იგრძნობა, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყრება თუ ბავშვს თერაპია არ ჩაუტარდება. დაგვიანების შემთხვევაში ეს მწვანეთვალება ანგელოზი ვერასდროს შეძლებს ფეხზე გავლას. მოგრძალებით გთხოვთ, 7 თვის ბარბარეც არ დაივიწყოთ. მას საუბარი ჯერ არ შეუძლია, მაგრამ ბავშვი თვალებით გვთხოვს შველას. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.